ხშირად ამბობენ, ქაშვეთი ქალაქის გულში მლოცველი ტაძარიაო. მეხსიერების მთავარი მოწმე, რომელიც საკუთარი რიტმით ცხოვრობს. მის ირგვლივ გარემო მუდმივად იცვლება. ქაშვეთი კი რჩება, როგორც ადგილი, სადაც დრო სხვაგვარად მიედინება, სადაც ყოველი ნაბიჯი წარსულის ხმას ეხმიანება და ყოველი შეხედვა გვახსენებს, რომ ისტორია მხოლოდ წაკითხული ამბავი არ არის. ის ჩვენს გვერდითაა, ჩვენს შორის და ჩვენს თავზე აღმართული. ჩვენი უახლოესი ისტორიის მემატიანია. ნებისმიერი მოვლენის ეპიცენტრია ყოველთვის, რადგან გეოგრაფიულად ის ქალაქის შუაგულშია და ასედაც უწოდებენ ხომ ქალაქის შუაგულში მლოცველ ტაძარს. ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, ადგილი უჭირავს ჩვენი ერის გაერთიანებაში, აი სიმშვიდის შემოტანაში. ქაშვეთის ისტორია ბევრად ადრე იწყება, ვიდრე მისი დღევანდელი იერსახე გვიყვება. გადმოცემის მიხედვით, ამ ადგილას ეკლესია ჯერ კიდევ მე-6 საუკუნეში მდგარა და მისი დაარსება მამა დავით გარეჯელს უკავშირდება. იმ ნაგებობამ ჩვენამდე ვერ მოაღწია, თუმცა ამ ადგილის სიწმინდე საუკუნეებს გადაეცა. თავად სახელიც ლეგენდიდან მოდის. ქვაშვეთი, რომელიც ხალხური გადმოცემით სასწაულთან და რწმენის ზალასთან არის დაკავშირებული. ამ ადგილას სადაც ტაძარი დგას, იყო შესაკრებელი, სადაც ქალაქის მოსახლეობა იკრიბებოდა და დავით გარეჯელი, რომელიც ცხოვრობდა მთაწმინდაზე გამოქვაბულში, ჩამოდიოდა და ამ ხალხურ ადგილას ქადაგებდა ქრისტიანობას. რამაც გამოიწვია გაღიზიანება ქურუმების, კერპხალყოენცემლების და მათ დაიქირავეს ფეხმძიმე მეძავი ქალი, რომელმაც ცილი დასწამა დავით გარეჯელს, რომ მისგან იყო ფეხმძიმე. მამა დავით გარეჯელმა თავის კვერთხი დაადო მუცელზე ფეხმძიმე მეძავს და უთხრა, თუ ჩემგან არს ეს ბავშვი ვიყო წეული, თუ არა და ქვაშვი. მართლა ქვადაბა და ქვაშვა და ამ ადგილს მას შემდეგ ეწოდება ქვაშვეთი. მე-18 საუკუნეში აქ უკვე ახალი ტაძარი იდგა. გივი ამილახვრის მიერ აგებული 4 აფსიდიანი ეკლესია. ეს ტაძარი წლების განმავლობაში ემსახურებოდა თბილისელებს, როგორც სალოცავი, როგორც სულიერი თავშესაფარი იმ პერიოდში, როცა ქალაქი არაერთ ისტორიულ ქარტეხლს გადიოდა. გივი ამილახვარმა დაიწყო 1753 წელს ტაძრის აგება. კალისტრატე ცინცაძეს მოაქვს ამასთან დაკავშირებით სხვა ცნობაც. ტაძრის სამხრეთ კარიბჭეზე ყოფილა წარწერა მხედრული, რომელიც 1753 წელს არის დათარიღებული და გადმოცემულია, რომ ტაძრის ახალ აღდგენაში მონაწილეობა მიიღო გივი ამილახვარმა. თუმცა დროთა განმავლობაში ნაგებობა დაზიანდა. ქალაქი კი სწრაფად იზრდებოდა და იცვლებოდა. პატარა ეკლესია ვეღარ იტევდა მრევლს და ვეღარ პასუხობდა დედაქალაქის მზარდ სულიერ მოთხოვნებს. სწორედ ამ მიზეზებმა დააყენა დღის წესრიგში ახალი, უფრო მასშტაბური ტაძრის აშენების აუცილებლობა. დადიოდა ხმები, რომ ტაძარი უნდა დაენგრიათ და ივანი ამილახვარი ამის წინააღმდეგი იყო. მაშინ კომიტეტის წევრებმა მოიფიქრეს და ივანი ამილახვარს განუცხადეს, რომ უკეთესი იქნება ავაგოთ ახალი ტაძარი და ავაგოთ სამთავისის გეგმის მიხედვით. 1910 წელს ტაძრის კურთხევა ნამდვილ სახალხო დღესასწაულად იქცა. იმდროინდელი საზოგადოებისთვის ქაშვეთი მხოლოდ ეკლესია არ იყო. თითქმის საუკუნე იყო გასული საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებიდან. სწორედ ამ მძიმე ისტორიულ ფონზე დედაქალაქის შუაგულში აღიმართა ტაძარი, რომელიც თავისი ფორმით და სულით ქართულობას გამოხატავდა. ქაშვეთი იქცა მდუმარე, მაგრამ ძლიერ განცხადებად, რომ ეროვნული სული ცოცხალია. დავით სარაჯიშვილის დიდი მიღწევა და 8 წლის არის ქაშვეთის ეკლესიის წინაშე, რომ ეგზარხოსობის დროს წარმოიდგინე, როცა ავტოკეფალია გაუქმებული ქონდა საქართველოს და მხოლოდ რუსული არქიტექტურით ხდებოდა ტაძრების აგება, ამ დროს მოახერხა და შეათანხმა ეს პროექტი. ტაძრის გახსნას ეგზარხოსი ესწრებოდა და ეგზარხოსმა მოიყვანა თავისი რუსული მგალობლები. მაგრამ ტაძარზე კალისტრატე ცინცაძე მოიწვია ზაქარია ფალიაშვილი და აქ მოხდა ძალიან საინტერესო რამ. ეგზარხოსმა მოითხოვა ქართული გალობის გაძევება, მაგრამ არ დათმო ზაქარია ფალიაშვილმა და ამიტომ ამ საზეიმო წირვაზე ორივე მგალობელი იყო, სლავიანებათაც გალობდნენ და ქართულათაც ესე იგი გალობდნენ. საბჭოთა ეპოქაში, როცა ქართული ტაძრები დანგრეული ან ჩაკეტილი იყო, ქაშვეთი მაინც იდგა, როგორც სულიერი თავშესაფარი, სადაც მრევლი თავს იყრიდა და ქართული რწმენა ქალაქის გულში კვლავ ცოცხლობდა.
1930 წლის 14 აგვისტოს გაზეთ კომუნისტი გამოქვეყნდა ასეთი ცნობა, რომ ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში უნდა გახსნილიყო მწერალთა დარბაზი. მეორე დღესვე კალისტრატე ცინცაძემ წერილი გაუგზავნა მაშინე კათოლიკოს პატრიარქს ქრისტეფორე მესამეს. საკმაოდ სარწმუნო წყაროებიდან გამოსული ხმებით ეკლესიის დარბაზად გადაკეთებას უნდა მოყვეს გუმბათის მოხსნაც. მოგეხსენებათ, რომ ის წარმოადგენს 15 საუკუნოვან სიწმინდესა და სალოცავს. ქვაშვეთი იმდენად პატივცემულია, რომ ჩვენს ერს ამ ტაძრის ხსოვნისათვის გონებაში აღსაბეჭდავად აუგია ეკლესიები. ამისთვის ქვაშვეთის დარბაზად გადაკეთება და იქ ღვთისმსახურების შეწყვეტა დიდ მწუხარებას მიაყენებს საქართველოს. თხოვთ მოკრძალებით, აღძრათ სათანადო შუამდგომლობა ქვაშვეთის ეკლესიის დღევანდელ მდგომარეობაში სამლოცველო სახლად დატოვებისთვის. 1930 წლის 15 აგვისტო. 1930 წლის სექტემბრის დასაწყისში ქრისტეფორემ წერილით მიმართა საჰკომსაბჭოს თავმჯდომარეს და თხოვა, რომ შენარჩუნებულიყო ტაძარი და წირვა ლოცვაც გადარჩა და ამიტომ კომუნისტების დროს ეს ტაძარი მოქმედი იყო. ქაშვეთის ტაძარი ორსართულიანია. ქვედა ცოკოლის ეკლესია დღეს წმინდა მარინეს სახელზეა ნაკურთხი. მისი სივრცე უფრო დაბალი და მკაცრია, თუმცა აქაც ინახება ისტორია. ძველი წარწერები, ხატები, კანკელი და იმ ადამიანთა საფლავები, ვინც თბილისის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. მრავალი სიწმინდე და მრავალი ხატი არის იმ ტაძრებიდან გადმობრძანებული, რომელიც დაინგრა კომუნისტური რეჟიმის დროს. აი ეს დიდი ხატები, რაც არის ქაშვეთის ეკლესიაში გადმობრძანებულია ზუსტად ნეველის სახელობის ეკლესიიდან. მთავარი ხატი არის წმინდა გიორგის ხატი, დიდი წმინდა გიორგის ხატი. მოგეხსენებათ, გიორგობის დღესასწაული განსაკუთრებით აღენიშნება ქაშვეთის ეკლესიაში. თვითუწმინდესი და უნეტარესი ყოველთვის ქაშვეთის ეკლესიაში წირავდა წელიწადში ორჯერ აღნიშნავთ გიორგობას, ეს მარტო საქართველოში ხდება და ამ ხატთან ყოველთვის არის გიორგობას რომ შევამზადეთ ძალიან დიდი რიგი. იმიტომ რომ ყველა დიდი სასუებით ელოდება მეუხებას წმინდა გიორგისგან უფლის წინაშე. ქაშვეთის საკურთხევლის აფსიდი დღეს იშვიათ ქართული ფრესკის საგანძურს ინახავს. ლადო გუდიაშვილის უნიკალურ ნამუშევარს. 1947 წელს კათოლიკოს პატრიარქის კალისტრატე ცინცაძის წინადადებით მხატვარმა უდიდესი გამოწვევა მიიღო. მან წმინდა გიორგის ტაძარი ენკაუსტიკის ტექნიკით მოხატა, ცხელი ფერებით, რომლებიც საუკუნეებს უძლებენ. მისი ქმნილება მაშინაც უნიკალური იყო, რადგან საბჭოთა პერიოდში რელიგიური თემის გამოსახვა თითქმის წარმოუდგენელი იყო. ერთხელ ქაშვეთში იტალიის დელეგაცია გვეწვია. მკლავზე ხელს მკიდებდნენ, ნუ თუ თქვენ მართლა ხატავთ, ნუ თუ საბჭოთა კავშირში რელიგიურ თემებზე ხატვის უფლება არსებობსო, უამრავი ესკიზი და ჩანახატი გავაკეთე. საკურთხევლის ძირითადი ფართობი, რომელიც მოხატულია 9 თვეში დავამთავრე, მაგრამ ისეთი გატაცებით მუშაობდი, რომ დამცლო და ალბათ 60 წელიწადში სულ მოვხატავდი. თვითონ კალისტრატეს კარგად ახასიათებს ლადო გუდიაშვილი და კალისტრატეს სიყვარულის გამო აი 12 მოციქულია და ერთ-ერთ მოციქულის სახელში კალისტრატეს ცინცაძე დავხატევა. ქაშვეთი გვახსენებს, რომ ტრადიცია მხოლოდ წარსული არ არის. ის სოცხლობს, იცვლება, ერწყმის ახალ დროს და მაინც ინარჩუნებს საკუთარ არსს. სწორედ ამიტომ ეს ტაძარი დღემდე დგას რუსთაველის გამზირზე, როგორც რწმენის, სილამაზის და ქართული იდენტობის მშვიდი, მაგრამ ურყევი ნიშანი.